გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემა მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. 10 წელია ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში, ხოლო ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც მკვლელობის იარაღით ცნობილია საფერფლე. საზოგადოების ამ ნაწილის ფანტაზიებს გარდაცვლილი პრემიერის ოჯახის პოზიციაც ასაზრდოებს. ზურაბ ჟვანიას ძმას და მეუღლეს ექს-პრემიერის გაზით გაგუდვის ფაქტის არ სჯერათ. 2 წელიწადზე მეტია საქართველოს სათავეში ის ხელისუფლებაა, რომელიც ზურაბ ჟვანიას მკვლელის გამოვლენას დაპირდა საზოგადოებას. ხელისუფლების წევრია ზურაბ ჟვანიას ძმაც, გოგლა ჟვანია. ამ 2 წლის განმავლობაში გამოძიებამ ვერ ნახა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურას შესაძლებლობას მისცემდა გამოძიებისთვის კვალიფიკაცია შეეცვალა და უბედური შემთხვევის მუხლის ნაცვლად გამოძიება მკვლელობის მუხლით გაეგრძელებინა. სამაგეროდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 5 ადამიანი. სამართალდამცავები ამ 5 ადამიანს არა მკვლელობასთან კავშირს, არამედ გამოძიებისთვის ხელის შეშლას, სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან. ამ 5 ადამიანიდან ერთი დაცვის თანამშრომელი კობა ხარშილაძე ამჟამადაც ციხეშია. 9 თვე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში პათანატომმა ლევან ჩაჩუამ და დაცვის თანამშრომელმა ძაძამიამ. დანარჩენ 2-ს ახლახან წარუდგინეს ბრალი და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა. როგორც იცით, ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე ექსპერტიზა ჩაატარა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომელიც დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგს. ამ დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ექს-პრემიერის გარდაცვალების მიზეზს უკავშირდებოდა, გამოქვეყნდა, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც სიკვდილის მიზეზთან შეხება არ ჰქონია და პირადი ცხოვრების საიდუმლო შეიცავდა, არ გასაჯაროვებულა, თუმცა საქმეში დევს. აქ საგულისხმო ის არის, რომ FBI-ს დასკვნა არც დახურული და არც გასაჯაროვებული თანდართული არ აქვს იმ ადამიანების საქმეს, რომლებსაც პროკურატურა სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება. ჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურა ამ დასკვნას სისხლის სამართლის საქმეებს ერთი მიზეზით არ ურთავს. შესაძლოა დასკვნამ ცხადყოს, რომ ეს ადამიანები სამსახურეობრივ გულგრილობას ჩადიოდნენ იმიტომ, რომ ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების საიდუმლო შეენახათ. ამას ამბობენ დაცვის წევრები ხარშილაძე და ძაძამია. ამისკენ მიუთითებს FBI-ს დასკვნის საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალები, რომელიც რუსთავიორმა გაასაჯაროვა 2 დღის წინ. კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია და ზურაბ ჟვანიას ძმა, პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია უპასუხებს თეორემაში შეკითხვებს ამ თემაზე. გამარჯობა ბატონო გოგლა. გამარჯობა. დიდი მადლობა თეორემაში სტუმრობისთვის. პირველი კითხვა, თქვენ ახლა მე გელაპარაკებით არა როგორც მხოლოდ როგორც ზურაბ ჟვანიას ძმას, არამედ როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელს და მეც გელაპარაკებით არა როგორც მხოლოდ ჟურნალისტი. ჩემთვის რთულია ნამდვილად ამ და ვღელავ, არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ ზურას მე ჩემ მეგობრად მივიჩნევდი, როდესაც სტრასბურგში ვცხოვრობდი, ის ხშირად სტუმრობდა სტრასბურგს, იცით ალბათ, სახლდებოდა ხოლმე სასტუმროში, რომელიც ზუსტად ჩემი სახლის გვერდზე იყო და ძალიან ბევრი საინტერესო საღამო გვაქვს გატარებული ერთად. აქედან გამომდინარე, იმედია მღელვარებაც მეპატიება და პირველი კითხვა მინდა დაგისვათ, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ ამჟამინდელ ხელისუფლებას წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენების გამო. EU-თო იქნება ეს თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თუ სხვა ექსპერტები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ შეშფოთებას აჩენს წინასწარი პატიმრობების გამოყენების ის ხარისხი, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს. იგივე მოხდა ასაკოვანი ექსპერტის ლევან ჩაჩუას შემთხვევაშიც, იგივე მოხდა ძაძამიას შემთხვევაშიც, მაგრამ 9 თვის გასვლის შემდეგ სასამართლო იძულებული გახდა ეს ადამიანები გაეშვა პატიმრობიდან, ეს ადამიანები აღარ არიან პატიმრობაში. იცით ალბათ, რომ წინასწარი პატიმრობა ადამიანს შეეფარდება თუ მისი გაქცევის რისკი არსებობს, ან გამოძიებიდან მიმალვის რისკი არსებობს, ან მტკიცებულებებს გაანადგურებს. ეს ადამიანები თავისუფლები არიან ახლა, არც გარბიან, არც მტკიცებულებებს ანადგურებენ, ხო? როგორ ფიქრობთ და შეიძლება ითქვას, რომ უკანონოდ გაატარეს ეს დრო წინასწარ პატიმრობაში. როგორ ფიქრობთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ადამიანების ამ შემთხვევაში უკანონო წინასწარ პატიმრობაზე და თქვენ თუ გრძნობთ რაიმე პასუხისმგებლობას ამ ადამიანების წინაშე?
თქვენ გინდათ რომ მე გიპასუხოთ პროკურატურის მაგივრად, ეს პროკურატურის კომპეტენციაა შეუფარდოს წინასწარი პატიმრობა და ვისაც შეუფარდოს. არა, ეს სასამართლოს წინასწარი. არა, პროკურატურამ მოითხოვა წინასწარი პატიმრობა და სასამართლო წყვეტს ამ საკითხს საბოლოო ჯამში. და ახლა მე პროკურატურის მაგივრად ვერ გიპასუხებ, ბუნებრივია. რაც შეეხება ამ ადამიანების მიმართ წაყენებულ ბრალს, მე მიმაჩნია, რომ ეს ბრალი არის დასაბუთებული და სასამართლო მსჯელობს, რამდენ საფუძვლიანია ეს ბრალი, განაჩენს გამოიტანს და იმ წინასწარ პატიმრობას მე შეიძლება დაემატოს რაღაცა, შეიძლება პირიქით ეპატიოსეს გადაწყვეტს სასამართლო. მე მგონია, რომ საკმაოდ დასაბუთებული არის პროკურატურის შუამდგომლო ბრალი ამ შემთხვევაში ექსპერტის მიმართაც, ასევე დაცვის წევრების მიმართ. აქ საუბარია, ეს არის გამოყოფილი საქმეები ძირითადი საქმიდან, აქ საუბარი არის გულგრილობაზე, სამსახურებრივ გულგრილობაზე, რაც აშკარა არის სახეზე. და მის მამ შეკითხვას ვისაუბრებ ამაზე. ჩაჩვარ შემთხვევაში როგორც ჩემთვის ცნობილია გამოძიებიდან, ეს პიროვნება ექსპერტიზას ისე ატარებდა, რომ არ მიკარებია გვამებს, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ხდებოდა გვამების გაკვეთა და ამ პროცედურას ატარებდნენ სანიტრები. ამაზე იმსჯელებს სასამართლო. კიდევ გეუბნებით, მე თვითონ ეს ვიდეო ფირი, რომელიც გადაიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორმა და რომელიც დევს საქმეში და წარდგენილია როგორც მტკიცებულება სასამართლოში, ამაზე იმსჯელებს მოსამართლე და გამოიტანს განაჩენს. ამ ფირმაც გაჟონა თუ არ ვწდები? ბატონო? ამ ფირმაც გაჟონა თუ არ? ფირის ნაწილმა გაჟონა და რა სახით გაჟონა არ ვიცი და რატო გაჟონა ესეც არ ვიცი, მაგაზე მე ვერ ვისაუბრებ. ანალოგიური სიტუაცია არის დაცვის წევრების მიმართ, რომლებმაც არ მოეკიდნენ, გულგრილად მოეკიდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობებს. უნდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ბევრი მსჯელობა ყოფილი იყო ბოლო თვეებში დაცვის წევრების მოქმედებასთან დაკავშირებით. დაცვის წევრები ეს არ არის შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც სადღაც აკრიფეს ქუჩაში და აღმოჩნდნენ ისინი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში. ეს არიან ადამიანები, რომლებიც წლობით გადიან სპეცმომზადებას და გადიან მომზადებას იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედონ. უნდა გითხრათ, რომ დაცვის წევრები მოქმედებდნენ ყველა ინსტრუქციის დარღვევით. და ეს შეფასება აქ გაკეთებული იყო ჩეთკიდე სააკაშვილის ხელისუფლების დროს. მსგავსი დასკვნა დადო გენინსპექციამ თუ არ ვცდები. გულისხმობთ იმას, რომ დაცვის სფეროში მყოფი არ უნდა დაეტოვებინათ მარტო იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მისი სურვილი იყო. უნდა გავყვეთ იმ ვერსიას, რომელიც არსებობს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული, დაცვის წევრებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ მიეტოვებინათ დაცვის ობიექტი. მათ შეძლოთ იგი დაეტოვებინათ მარტო ბინაში, მაგრამ უნდა ყოფილიყვნენ პერიმეტრში და უნდა ქონოდათ მუდმივი კონტაქტი. მე მქონდა ურთიერთობა დაცვის ყოფილ ხელმძღვანელებთან, ზუდას ყოფილ ხელმძღვანელებთან და ძალიან მკაცრად არის ეს გაწერილი. პირდაპირ არის ეგეთი მითითება, რომ ყოველ 9 საათში დაცვის უფროსი, რომელიც ახლდა ზურას, თუ ის შედიოდა რამე შეხვედრაზე, ყოველ 9 საათში ურეკავდა. თუ არ პასუხობდა, კარებს ამტვრევდა. ძალიან მარტივად იყო ყველაფერი. კი ბატონო, 5 ადამიანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, აქედან არც ერთი საქმე ხეთ თქვენს აღწერეთ არ უკავშირდება პრემიერის გარდაცვალების მიზეზს. 5-ვე მათგანს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან თქვენს აღწერეთ. 5-ვეს არა, 3-ს ედავებიან სამსახურებრივ დანარჩენს 2-ს ფალსიფიკაციას, სხვადასხვა დანაშაულია. კი ბატონო, სანამ სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტებას და ფალსიფიკაციას. მათ შორისაა 70 წლის ექსპერტი, როგორც აღნიშნეთ, ლევან ჩაჩუა და ბატონი ზურაბის დაცვის 2
წევრი. ამის პარალელურად 2 წელიწადნახევარია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და ვერ იპოვა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც შეძლება მისცემდა შესაძლებლობას გამოძიებას გადაეკვალიფიცირებინა საქმე. კვალიფიკაცია მე რამდენად ვიცი შეცვლილია. თუმცა ადვოკატები ამბობენ რომ არა. მე ვერ ვისაუბრებ პროკურატურას დაუსვით ეს შეგვიძლია მე რამდენად ვიცი კვალიფიკაცია შეცვლილია. ხომ არ გიჩნდებათ ეჭვი, იმიტომ რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში ჩდება ეჭვი, რომ ეს ადამიანები ზურას სიკვდილთან კავშირში არ არიან, არამედ დაკავებულები არიან იმიტომ, რომ ასეთ წვალების მეთოდით მათგან მიიღონ ისეთი მტკიცებულება, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ სასურველ წინასწარ გამოცხადებულ დამნაშავეებზე გავიდნენ. წვალებასთან არ ვიცი რა კავშირშია წვალება, აქ საუბარია იმაზე, რომ სასიამოვნო ციხეშეძნობა არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ამ ადამიანებს საყენებული აქვს კონკრეტული ბრალი. მე ამ შემთხვევაში, თაკი მე მისვამთ ამ შეკითხვას, მგონია რომ ეს ბრალი არის აბსოლუტურად დასაბუთებული, საფუძვლიანი, ასე რომ კონკრეტული დანაშაული და ამ კონკრეტული დანაშაულის გამო ამ ადამიანებს პროკურატურა ითხოვს, რომ ადამიანებს მიესაჯოს კონკრეტული საშიში. კი ბატონო, ანუ თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ ეს ხალხი იმისთვის ყავდეთ დაჭერილი, რომ სასურველი ჩვენებები მიიღონ ციხის შიშით. ნუ ახლა მე ვერ ვხედავ პროკურატურის მხრიდან და მე ზეწოლას ამ ადამიანებზე. ეს ადამიანები მაინც არ საუბრობენ, რომ მათზე ვიღაცა რაღაც ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. ციხეში ჯდომა თავისთავად არის. ციხეში ჯდომა არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ ადამიანებმა ჩაედინეს სერიოზული დანაშაული. დაცვის წევრების შემთხვევაში ფაქტზე არის მძიმე შედეგი, გარდაცვლილი არის პრემიერ-მინისტრი. მე არ ვლაპარაკობ ახლა ჩემ ვერსიაზე გარდაცვალების, მაგრამ ფაქტი არის, რომ გარდაცვლილია პრემიერ-მინისტრი, მათი დასაცავი ობიექტი. მათ გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ამას მოყვა მძიმე შედეგი. გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი. და თქვენ ახლა მესაუბრებით იმაზე, რომ ეს დისკომფორტი, რომ ვიღაცა ზის დღეს ციხეში. არა, მე ამაზე არ გესაუბრებით. მე გეკითხებით იმას, ხომ არ გამორიცხავთ თუ არა იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ უბრალოდ სავარაუდოდ, როგორც თვითონ ამბობენ პრემიერის. ამ ადამიანებს დაზეც ედავება პროკურატურა, აშკარად და გამოკვეთილი არის და კი ბატონო. სხვა რამე თუ გამოიკვეთება ეს კიდე მომავალში. ანუ გამორიცხავთ იმას, რომ მტკიცებულებების მიღება, ჩვენებების მიღება უნდათ ამ ადამიანებს. რაღაცა მე ვერ ვხედავ რაღაც ზეწოლას ამ ადამიანებს. კი ბატონო, გუშინ თქვენ პრესასთან საუბრისას გაამართლეთ პროკურატურის ქმედება და თქვით, რომ FBI-ის დასკვნა არ უნდა იყოს დანდართული პათანატომი ჩაჩუას. კი, რატომ უნდა იყოს დანდართული? კი, ჩაჩუას შემთხვევაშიც, ისევე როგორც ხარშილაძის შემთხვევაში, როგორც ძაძამიას შემთხვევაში. რატომ მიიჩნევთ, რომ დასკვნას, რომელიც საუბრობს სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე და იმ გარემოებებზე, რამ გარემოებებშიც სიკვდილი დადგა, არ აქვს მნიშვნელობა და ვერ მოახდენს გავლენას მოსამართლეზე, მოსამართლისთვის არ აქვს მნიშვნელობა სიმართლის დასადგენად. ანუ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა, როგორიც არის FBI, რატომ არ უნდა დაერთოს მაგალითად პათანატომის საქმეს, რომელსაც სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან. მაშინ აუხსნი, კიდევ საზოგადოებას უნდა აუხსნო, რომ FBI-ის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა არის, ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა არის. კიდევ გვეუბნები და ეს დევს საქმეში, მაგრამ ეს დევს საქმეში, რომელიც ეხება ზუდას სიკვდილის ზუდას და იუსუპოვის სიკვდილის გარემოებების დამდგენ საქმეს, ასე ვთქვათ, ხო? ეს საქმეები, რომელიც არის ჩაჩუას და დაცვის წევრებს, არის გამოყოფილი ამ შემთხვევაში და საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ამ ადამიანებმა არ შეასრულეს კეთილსინდისიერად თავისი მოვალეობები. იქ არ არის საუბარი მიზეზებზე, რატომ გარდაიცვალნენ ზურა და იუსუპოვი. აქ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ჩაჩუამ, როგორც ექსპერტმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ექსპერტიზა, ცხედრების გაკვეთა და ექსპერტიზის ჩატარება, თავის მოვალეობებს მოეკიდა გულგრილად. არ ჩაატარა ეს ექსპერტიზა რაში გამოიხატა მისი გულგრილობა? არასწორი დასკვნა დაიდო? დიახ, დაიდო არასწორი დასკვნა დაიდო ისე, რომ ის არ დასწრებია გაკვეთის პროცესი. კიდევ ვიმეორებ, პროცესი ექსპერტიზის გადაღებულია შინაგან საქმეთა ოპერატორის მიერ. ეს
ვიდეო ფირი დევს საქმეში, ჩაჩუას ბრალდებაში, ნაწილი არის გარეთ, ძალიან მცირე ნაწილი. დარწმუნებული ხართ, რომ ნაწილად არასრული? რაც გამოქვეყნდა YouTube-ში, ეს არის ერთწუთიანი თუ არ ვცდები და ეს ფირი არის რამდენიმე საათიანი. ეს ფირი აჩვენებს მთელ პროცესს ექსპერტიზის და იქ ნათლად ჩანს და ამას ემატება სხვა მოწმეების ჩვენებებიც, რომ ჩაჩუა ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ხდებოდა თუნდაც თავის კვეთა და ექსპერტიზის ჩატარება თავზე, არ ესწრება ამ პროცესს. კი ბატონო, თქვენ ახლა ხან თქვით რომ და შედეგად მე როგორც ვიცი, მან თქვა სასამართლოზე, მე არ ვესწრები სასამართლოს პროცესებს, გადმოცემით ვიცი რომ მან თქვა რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბიომასალის, ასე ვთქვათ, შეფუთვა. კი ბატონო, ეს ალბათ ექსპერტის გადასაწყვეტია, როდესაც ექსპერტი გულგრილად ეკითხება ამ შემთხვევაში სასამართლოს გადასაწყვეტია. ლოგიკურად მივყვეთ, თუ შეიძლება, ანუ თუ ექსპერტმა გულგრილობა გამოიჩინა, ეს ამ შემთხვევაში უნდა ასახულიყო დასკვნაზე და დასკვნის ხარისხზე. თქვენ ამბობთ, რომ დასკვნის ხარისხი ამ შემთხვევაში არ გაკმაყოფილებთ და არასწორი დასკვნა დაიწყო. პროკურატურას არ აკმაყოფილებს. კი ბატონო, და პროკურატურასაც არ აკმაყოფილებს. თუ დასკვნის ხარისხი დღას ეჭქვეშ. ამ შემთხვევაში რითი აიხსნება ის, რომ ალტერნატიული დასკვნა ავტორიტეტული ორგანიზაციის არ დებს საქმეში, იმისთვის რომ შემოწმდეს. კიდევ გამოვიმეორებ. აქ ლაპარაკი არის. არ არის გარემოების ზურას სიკვდილის გარემოებების დადგენაზე არის. აქ ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოზეა ხო საუბარი? ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოზეა ლაპარაკი. ექსპერტის მიერ შესრულებული სამუშაო საუკეთესოდ ალბათ ალტერნატიული ექსპერტიზით შეიძლება გადამოწმდეს, ხო? კიდევ ვიმეორებ, ეს ექსპერტი აი ეს დასკვნა, რომელიც თქვენ აქ გიდევთ, რომელიც საიდუმლოდ არის გამოცხადებული და თქვენ ეს არ არის საიდო, ეს საჯარო ნაწილი მინდებს. დღეს მაგიდაზე გიდევთ და იდოსთავში არა საჯარო ნაწილი არ მინდებს მაგიდაზე, მინდებს ყველა ნაწილი იდო იქ მე დავინახე კადრებში, იდო მაგიდაზე. სასაცილო აქვს რაღაც საიდუმლოებაზე ლაპარაკი და ჩემთვის გასაგებია რომ ზურას საქმის ყველა მასალა ხელმისაწვდომია ყოველფერი ხელისუფლებისთვის, ეს ყველასთვის გასაგებია. მათ ხელში იყო ყველაფერი და მთელ მასალას გაიტანდნენ, რაც სჭირდებოდათ ბუნებრივია. ასე რომ ეს საიდუმლო არავისთვის არ არის. არ ვიცი ვინ გაიტანა, მაგრამ როცა ალბათ შეიძლება ველოდები იმას რომ ადამიანის კვლევაში დაგადანაშაულება შეიძლება თავი დაიწყოს. სახეზე არის კიდევ ვიმეორებ. ასე რომ კიდევ გავიმეორებ. ჩაჩუას და დაცვის წევრებს წაყენებული აქვს ბრალი, თავიანთი სამსახურებრივი გულგრილობისთვის. კი ბატონო, ანუ თქვენ დასკვნა სამასთან არანაირი კავშირი. კი ბატონო, ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ექსპერტმა რამდენად კარგად შეასრულა სამუშაო იმის თქვათ გამოსავლენად ალტერნატიული ექსპერტიზის დართვა საქმეზე საჭირო არ არის. ეს არის ალტერნატიული ექსპერტიზა, ეს არის საქმის ნაწილი. ხო, ალტერნატიული ექსპერტიზა სამართლებრივი ტერმინით კი არა. ალტერნატიული ექსპერტიზა, ეს არის ტექნიკური დახმარება FBI-ის მხრიდან გაწეული ტექნიკური დახმარება ჩვენი გამოძიების მიმართ. ეს არ არის ალტერნატიული ექსპერტიზა, არავის არ მოუწვევია FBI-ის როგორც ალტერნატიული ექსპერტიზა. მაშინდელმა ხელისუფლებამ FBI მოიწვია იმისთვის, რომ მათ გაეწიათ ტექნიკური დახმარება. კი ბატონო, ანუ აქ წერია, რომ მათ ექსპერტიზა ჩაატარეს. რამჩვენმა დასკვნა მინდებს. არა, ალტერნატიული არ არის, ეს არის ექსპერტიზა. გასაგებია, სასამართლო ტერმინის მნიშვნელობით არ მიხმარია, თქვენ ხომ მიხვდით ახლა მე რითაც ვიხმარე, ანუ იმისთვის, რომ შევამოწმოთ ჩემი აზრით და რა ვიცი, შეამოწმოს მაყურებელმაც, რამდენად გულგრილად როდესაც დადგება საქმე და როდესაც გადავა ძირითადი საქმე, რომელზეც ეხება ზურას და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებს, ეს მასალები იქნება საქმეში. კი ბატონო, ხო, ანუ ესე იგი იმისთვის რომ ექსპერტის საქმიანობას ხარისხი შევაფასოთ, გულგრილობამ რა ზარალი მოიტანა, ან მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი გულგრილობას, ამისთვის როგორც ჩანს FBI-ის დასკვნას მნიშვნელობა არ აქვს, აგრეთვე მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებითი ნაწილის აღწერასაც, რომელიც FBI-ის დასკვნას ოღონდ დახურულ ნაწილში არის მითითებული. თქვენ თუ იცნობთ, შემიძლია გითხრათ თუ დახურული ნაწილი არ არსებობს. ანუ არ არსებობს FBI-ის დასკვნის საიდუმლო ნაწილი? არ არსებობს.
ეს არის მითი. ადანაირი დახურული ნაწილებია ეს დასკვნის საღამოებს. კი ბატონო, თქვენ ანუ რაც არსებობს FBI-ის დასკვნა. მე ვიცნობ ყველა მასალებს. მთლიანად იცნობთ ყველა მასალას. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა 2005 წლის 1 აპრილს ჩატარებული ბრიფინგის კადრები, სადაც FBI-ის თბილისის წარმომადგენლობის შეფი საუბრობს ბატონი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე და შემდეგ გავაგრძელებთ დისკუსია. As you all know, I am Brian Parman, the legal attaché. როგორც თქვენთვის ცნობილია, მე გახლავთ ბრაიან პარმენი, ატაში ამერიკის შეერთებული შტატების იურიდიული ატაში. I would like first to say that the FBI and the American government appreciates the ability and the opportunity to participate alongside our very professional and competent Georgian colleagues in this most tragic of investigations. პირველ რიგში მე სურს გითხრათ, რომ ამერიკის მთავრობისთვის და განსაკუთრებით ძიების ფედერალური ბიუროსთვის ძალიან დიდი პატივია მონაწილეობა მიიღონ ქართულ კოლეგებთან ერთად აი ასეთ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიების პროცესში. The FBI was asked to basically do three things. One was to test the toxicology of fluids and tissue samples provided to us by the Georgian government. ესე იგი, ძიების ფედერალურ ბიუროს ეთხოვა შეესრულებინა ძირითადი სამი დავალება, ეს იყო პირველ რიგში ტოქსიკოლოგიური ტესტის ჩატარება თვითონ ნაკადზე, გაზის და ასევე იმ ქსოვილებისა, რომლებიც გადმოგვცა ქართულმა მხარემ. Secondly, to conduct DNA testing to ascertain that these were in fact the biological remains of who they said they were. მეორე ეს იყო DNK-ს ტესტი, ეგრეთ წოდებული ეს ბიოლოგიური შემოწმება ტესტირება. And finally to take air samples and take a look at the place where this tragic accident occurred to test the air samples and try and recreate the scenario as close as we possibly could. და მესამე დავალება, რომელიც ჩვენ გვქონდა, ეს იყო ჰაერის ნიმუშების აღება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და იგივე სიტუაციის ისცენირების გაკეთება, ანუ იგივე სიტუაციის გამეორება მაქსიმალურად მიახლოებული სინამდვილესთან, რომ ეს შეგვამოწმებინა შემდგომ. These have been done and the results are as follows. ეს ყველაფერი შესრულდა ჩვენს მიერ და შედეგები არის შემდეგი. With result to the late Prime Minister Zvania's blood, it was found that it contained a 72% of carboxyl hemoglobin, which is indicative of carbon monoxide poisoning. ესე იგი, ბატონი პრემიერ-მინისტრის ჟვანიას სისხლის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა მის სისხლში დაახლოებით 72% კარბონ ჰემოგლობინი, რომელიც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და არის ასიკვდილო ადამიანისთვის. Additionally, we found 28 milligram percentage of ethanol in the blood of Prime Minister Zvania, which indicates a very low level of alcohol consumption. ასევე ეთილენოლის შემცველობა სისხლში იყო 22%, რაც ადასტურებს იმას, რომ ბატონი ჟვანია არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში იმ პერიოდში, ეს არ არის სიმთვრალის მაჩვენებელი ნასვამობის. No other drugs or poisons or toxins were found in the blood. სისხლში ასევე არ იყო აღმოჩენილი არანაირი სხვა წამალი ან ნარკოტიკული ნივთიერება ან დაუშვათ სხვა მომწამლავი სახიფათო ნივთიერება. Secondly, we conducted a DNA analysis. ჩვენ ასევე ჩავატარეთ DNK-ს ანალიზი. And it was found that yes, this was in fact the blood and tissue remains of the late Prime Minister Zvania. In fact, there was a chance, a probability of less than 1 in 280 billion that it was anybody else. და ეს მომწავლავი ნივთიერების შემცველობა მის ორგანიზმში, როგორც გამოვლინდა იმ სისხლის და ქსოვილების ტესტირებიდან, ძალიან მაღალი მაჩვენებლით იყო ნორმალურზე, ძალიან ბევრად აჭარბებდა ნორმალურს, ანუ სიცოცხლისთვის აუცილებელს. ფედერალური ბიუროს მიერ შესწავლილი იქნა გაზის გამოთმობელი და ბინაში არსებული პირობები, რის საფუძველზეც შემდეგი დასკვნა იქნა გამოტანილი ექსპერტების მიერ. ბინაში გაზის გამოთმობელი არასწორად იყო დამონტაჟებული. გაზის გამოთმობელს აკლდა სათანადო ვენტილაციის სისტემა ნამწვავე აირის გასაწვევად. ასევე შესაძლებელი იყო ნამწვავის უკან შემოbrunება ცუდი ამინდის პირობებში. ექსპერიმენტის დროს დაფიქსირდა, რომ ნამწვავი ჰაერი ნაცვლად იმისა, რომ გარეთ გამოსულიყო,
შეიწოვებოდა უკან ბინაში. ფედერალური ბიუროს დასკვნით ასეთ პირობებში სრულად იყო შესაძლებელი სამითებელვის ინციდენტის განვითარება. რაც შეეხება სისხლში კარბოქსილჰემოგლობინის შემცველობასთან დაკავშირებით დასკვნის ნაწილს, ეს შემდეგნაირად არის დაფიქსირებული. ჟანგბადის დონემ ექსპერიმენტის შედეგად მიაღწია ისეთ ზღვარს, რაც ჰაერის მახასიათებლების ამერიკული სტანდარტების თანახმად ითვლება სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის საშიშად. ატმოსფეროში ჟანგბადის დონის ნებისმიერი კლება გამოიწვევს სისხლში ნახშირჟანგის პროპორციულ ზრდას. თავის მხრივ ნახშირჟანგი რეაქციაში შედის ჰემოგლობინთან, რაც მომწამლავია ადამიანისათვის. სისხლში კარბოქსილჰემოგლობინის კონცენტრაცია იმატებს ჰაერში ჟანგბადის წნევის კლებასთან ერთად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფედერალური ბიურო შემდეგი სახით ზოგად დასკვნას იძლევა. მთელი კვლევის პროცესში არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე ისეთი, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ თავდაპირველ დასკვნასთან იმის შესახებ, რომ ბატონების ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის სიკვდილი გამოწვეული იყო გაზის გამათბობლის მოქმედებით, გამოწვეული ნახშირჟანგით მოწამვლის შედეგად. კი ბატონო, გახსოვთ ალბათ თქვენ ეს ბრიფინგი. თქვენ თავად უწოდებთ დასკვნას სერიოზული ზუსტობა იყო თარგმანში კი? არა, პროკურორის მოადგილეს. კი ბატონო, და აი ამ ზუსტობებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ მე ხელში მიჭირავს FBI-ის დასკვნის საჯარო ნაწილი. რადგან თქვენ მეუბნებით, რომ არ არსებობს საჯარო და არასაჯარო, თუმცა ჩემი ინფორმაციით არსებობს ნაწილი, რომელიც არ გასაჯაროვებულა, იმიტომ რომ მე თვითონ ინტერესი მქონდა და ვერ ვნახე, როცა მომინდა. მაგრამ რუსთავი ხელში ეჭირა ეს არ გასაჯაროვებული ნაწილი. ახლა უკვე არის გასაჯაროვებული ნაწილი. ხელში ეჭირა გადაცემაში და რაღაც კი ბატონო, მე მაქვს თქვენთან ასეთი კითხვა, თვითონ იმ ნაწილთან, რომელიც სიკვდილის მიზეზებს უკავშირდება, ის რაც გამოქვეყნდა თავის დროზე. იმ ნაწილთან თქვენ გაქვთ გარკვეული პრეტენზიები, ამბობთ, რომ დასკვნა წინააღმდეგობრივია, დასკვნითი ნაწილი საექსპერტო ნაწილში. თუ შეიძლება ამიხსნათ, რაში მდგომარეობს ეს წინააღმდეგობები? წინააღმდეგობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ათვალიერებდით გრაფიკებს. მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში, რომელიც 4 საათნახევარი გრძელდებოდა, CO2 დონემ, რომელიც არის მომწამლალი გაზი და გამოიყოფა ნიკალას მუშაობის დროს, ნებისმიერი გამათბობელის მუშაობის დროს, იყო 200-ჯერ ნაკლები სასიკვდილო დონაზე. 200-ჯერ ნაკლები, ანუ ვერანაირად ვერ გამოიწვევდა ადამიანების სიკვდილს, როდესაც არის 200-ჯერ ნაკლები სასიკვდილო დონაზე. წერან პროკურორმა განაცხადა, რომ ხდებოდა შეწოვა გარედან რაღაც ნამჭვერების, რაც ექსპერიმენტის დროს არ ასახულა პირიქით, ხდებოდა გაწოვა და ზუსტად მაგიტომაც იყო, რომ ეს ნამჭვერების შემცველობა იყო 200-ჯერ ნაკლები სასიკვდილო დონაზე. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ჟანგბადის დონის კლებას, შემიძლია გითხრათ, რომ რუსთაველზე რო გახვიდეთ, ბევრად ნაკლებია ჟანგბადის დონე, ვიდრე ამ ექსპერიმენტის დროს დაფიქსირდა ოდნავ კლება, რომელიც არ იწვევს არანაირ კი ბატონო, ანუ მე რასაც ვხედავ აქ და რასაც ვკითხულობ და ეს შემიძლია შემდეგ უკვე საზოგადოებასაც გავაცნო, დავდებთ ალბათ ვებზე. აქ არის საუბარი იმაზე, დასკვნა მიჭირავს ხელში და წერია, რომ პირველი გაზის გამათბობელი არ მუშაობდა გამართულად, არ ხდებოდა ვენტილაცია. Venting for gas heater was არასწორად იყო დამონტაჟებული გამწოვი, ეწერია, მაგრამ თუ გაუმართავად მუშაობდა, ეგეთი რამე არ სადა. თუ გამწოვი თუ არა გაუმართავად მუშაობს, არასწორად იყო დამონტაჟებული გამწოვი, მაგრამ ეს გამათბობელი მუშაობდა აბსოლუტურად გამართულად. და ბოდიში, მაგრამ გამწოვი თუ არასწორად არის დამონტაჟებული, გამათბობელმა გნებავთ კარგად მუშაობს. მაშინ რა შეჭირდება გამწოვი თუ გამწოვის გამართული მუშაობა არ არის საჭირო, მაშინ რატო უყენებენ გამათბობელს გამწოვს? კიდევ ვიმეორებ, რომ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გამათბობელი მუშაობდა აბსოლუტურად გამართულად. მინდა მან დაახლა ძალიან საინტერესო მომენტი არის. საერთოდ ამ დასკვნა საერთოდ აზრს კარგავს, ყველა დასკვნა საერთოდ აზრს კარგავს, იმიტომ რომ ეს გამათბობელი საერთოდ არასდროს არ ჩართულა. პირველად ეს გამათბობელი ჩაერთო აი ამ ამერიკული ექსპერიმენტის დროს. მე ამის შემიძლია 99%-ის
თანამდებობით გითხრათ, რომ ეს გამათბობელი არასდროს არ ჩართულა. ამას მოწმობს თვითონ ეს დასკვნა. ამ დასკვნაში წერია, შავი თეთრზე წერია, რომ ამ გამათბობელს არ აღენიშნება არანაირ მათ დაათვალიერეს. მე ყოველთვის დავიკითხე კარგად ეს დასკვნა, მეხსიერება კარგი მაქვს, შეიძლება მიმიციცოთ რა. ამ დასკვნაში წერია, რომ მათ დაათვალიერეს სანამ დაიწყებდნენ ექსპერიმენტს, რომ გამათბობელს არ აღენიშნება არანაირი მურის კვალი. რაც შეიძლება მიანიშნებდეს არასრულ წვას. ანალოგიური დასკვნა უკვე საქმეში დევს ეს დასკვნები ქართველი ექსპერტებიც ანალოგიურად აცხადებენ მათ დაათვალიერეს ეს გამათბობელი ექსპერიმენტამდე და მათაც განაცხადეს რომ გამათბობელს არ ეტყობა არანაირი მულის კვალი. ეს ნიშნავს რომ ეს გამათბობელი არ ჩართულა, თუ გამათბობელს რომ ჩართავთ ერთხელ მაინც. და ამას ვერ მიხდნენ FBI-ის ექსპერტები, რომ ჩანართავი არ იყო ის კიდევ ეს FBI-ის დასკვნაში წერია ძალიან საინტერესო ფრაზები. ტყუილა არ არის ეს ფრაზები. ყველა ფრაზა დაკითხული მაქვს მიმიტით. ხო, ტყუილა არაფერი არ არის ჩაწერილი. დამერწმუნეთ. ეს დასკვნა იქნება ძალიან სერიოზული მტკიცებულება სასამართლოს. და რომელიც ჯერჯერობით აი ამ ახალ საქმეს არ დაურთის. კი ბატონო, ისევ დავუბრუნდეთ ამ. ეს იქნება დართული ზურას გარდაცვალების მიზეზებთან. ეს დართული საქმეს. და ამას ეხმიანება თბილგაზის ექსპერტების განცხადება, და თქვენ კარგია რომ კი, აქ ესეც არის აღწერილი. არა, საარქივო კადრები რო ნახეთ, კარგია. თუ გადაფუცლავთ არქივს, ნახავთ ძველ კადრებს, თბილგაზის თანამშრომლები აცხადებენ, რომლებიც იქ იყვნენ, რომ ეს არის 2-3 დღის დაღენებული ეს გამათბობელი, ანუ 2-3 დღის გალესილი არის ეს გამწოვი მილი. შესაბამისად 2-3 დღის დაღენებულია ეს გამათბობელი. ამას ემატება სიკვდილამდე 2-3 დღით ადრე გულისხმობთ? ზურას გარდაცვალებამდე 2-3 დღით ადრე. ამას ეხმიანება ძალიან საინტერესო არის თბილგაზიდან ამოღებული ქვითრების ჩვენებები, რომლებიც აჩვენებენ გაზის წვას. და ყველაფერი ეს ჯამში მიუთითებს იმას, რომ ეს გამათბობელი არასდროს არ ჩართულა. კი ბატონო. ეს არის სრულიად ახალი გამათბობელი, რომელიც მან მიიტანეს ინსცენირებისთვის და კიდევ ვიმეორებ, მას ექსპერიმენტამდე, აი FBI-ის ექსპერიმენტამდე არასდროს არ უმუშავია. კი ბატონო, და ამას ვერ მიხვდნენ FBI-ის ექსპერტები. რატო ვერ მიხვდნენ? კიდევ FBI-მ ჩაატარა კონკრეტული ექსპერიმენტი, როგორ მუშაობს ეს გამათბობელი. ამ FBI-ისთვის არავის არ უკითხავს ამ გამათბობელს ადრე უმუშავია თუ არ უმუშავია. ბატონმა ნორლანდმა გუშინ განაცხადა, რა ჩვენ გვითხრეს, იმაზე ვუპასუხეთო. არა, რა ჩვენ გვითხრეს, იმაზე ვუპასუხეთო, ნორლანდმა 10 წლის მერე განაცხადა და მანამდე ხო, შემთხვევითი არ იყო ნორლანდის განცხადება კიდევ. რა ჩვენ შეკითხვები დაგვისვეს, რომ იმაზე ვუპასუხეთო. ანუ არავის არ უკითხავს. ნორლანდს ასეთი რამ არ თქვია, ნორლანდმა თქვა, რომ რა მტკიცებულებებიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი, რაც გახდა ჩვენთვის, იმ მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენ ჩავატარეთ ფორენსიკანო სასამართლო ექსპერტიზა. ნორლანდთან დაკავშირებით ეჭვები რომ გავფანტოთ, იმიტომ რომ ამერიკის საელჩო როგორც წესი სენსიტიურად ეკიდება ხოლმე ელჩის განცხადებებს და არ არის საჭირო მისი აზრი დავამახინჯოთ. ნორლანდმა თქვა ასეთი რამ. არა, რომ არ შევქმნათ ის დაბეჭდილება. ნორლანდმა თქვა ასეთი რამ, რომ ამერიკის საგამოძიებო ბიურომ, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ჩაატარა იმ მტკიცებულებების ექსპერტიზა, რომელიც მისთვის გახდა ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი იყო სწორედ აი ეს გამათბობელი და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემთხვევაში თუ მათ ექნებათ ისეთი მტკიცებულებები, რომელსაც ჩვენ ექსპერტიზას ჩაუტარებთ. ანუ ახლაც მზად არიან იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება იპოვის რამეს მტკიცებულებას, რაც დაეხმარება საქმის გახსნაში, ნორლანდმა ამაზე გამოთქვა თანხმობა და თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ამ საკითხში დავეხმაროთ. ანუ ისევ დასკვნას რომ დაუბრუნდეთ. დაუბრუნდები მაშინ ნორლანდს და ამერიკელებს და FBI-ს. ამერიკელებისთვის არავის არ უთხოვია სიკვდილის გარემოებების დადგენა. მათ მხოლოდ თხოვეს შეესწავლათ აი ეს გამათბობელი და შეეძლოთ თუ არა ამ გამათბობელს გამოეწვია სიკვდილი. მეტი არაფერი არ უთხოვიათ ამ ნაწილში. აგრეთვე თხოვეს დნმ
ანალიზი ნივთკიცებებზე, რაც ჩატარებული იყო ნაწილი ნივთკიცებებზე. კი ბატონო, ეს რო გავიაროთ გამათბობლის ნაწილი, ამ გამათბობლის შემთხვევაში, ამ კონკრეტული გამათბობლის შემთხვევაში, რომელზედაც თქვენ ამბობთ, რომ რაღაცა ზურას სიკვდილის დროს ეს გამათბობელი იქ არ მუშაობდა, FBI ამბობს, რომ ეს გამათბობელი იყო დაზიანებული ვენტილაციის სისტემა. ვენტილაციის არასწორად. სიტყვასიტყვით უწერია, რომ გამართულია. არასწორად იყო დამონტაჟებული, არა, სიტყვასიტყვით უწერია შემდეგი რამ და მე წავიკითხავ ინგლისურის მცოდნეები მიხვდებიან. Section 1 Key findings and judgments. Finding 1 Venting for gas heater was faulty. სავენტილაციო სისტემა გაზის გამართბობლისა იყო დაზიანებული, არ მუშაობდა გამართულად. სავენტილაციო სისტემა ხო ჭირდება გამართბობელს, რომ არ ჭირდებოდეს სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობა. სავენტილაციო სისტემა იმისთვის არსებობს, მაშინ გამართული ისთვის არსებობს სავენტილაციო, რომ გაიტანოს მომწამლავი ნივთიერება. რომ გაიტანოს ნამწვი გაზი. ექსპერიმენტში უწერიათ, რომ ნამწვი გაზის დონე იყო აბსოლუტურ ნორმაში. 200-ჯერ იყო ნაკლები სასიკვდილო დონე. 200-ჯერ ნაკლები იყო სასიკვდილო, ანუ ეს სავენტილაციო სისტემა მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სწორად დამონტაჟებული, მუშაობდა გამართულად. ეს არის და არა, აი აქ წერია შემდეგი რაღაცა. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ახლა აქ რაც წერია იმას ამბობთ არასწორად. არა, ჩვენ არ გეკამათებით, მე მხოლოდ გიკითხავთ. გაზის გამათბობელი მიბინა 3-ში იყო არასწორად დამონტაჟებული. კონკრეტულად გაზის გამათბობელი არ ქონდა სათანადო სავენტილაციო სისტემა იმისთვის, რომ ნამწვი გაეტანა გარეთ. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, ანუ ზუსტად როგორ ეს საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმ დროს მუშაობდა, როდესაც სიკვდილი დადგა. საქართველოს მთავრობას ეყრდნობიან ამ შემთხვევაში. FBR-მა დაადგინა ლაბორატორიის FBR-ის ლაბორატორიის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ არასწორ შეერთებას შესაძლოა გამოეწვია ჰაერის could have been რასაკურველია შესაძლოა გამოეწვია ესა და ეს ჰაერის ხარისხის დაზიანება. შესაძლოა, ანუ აი ისე მუშაობდა, რომ ამას შესაძლოა გამოეწვია. მეორე ბინას რაც შეეხება და ბინა იყო ჰერმეტულად დახურული. ამას ამბობს FBI, რამაც გამოიწვია ჟანგბადის სასიკვდილო დონემდე დაცემა. აი აქ შეგიძლიათ მაშინ წაიკითხეთ რა დონეზე დაეწია ჟანგბადმა. 18.4-ზე. და წაიკითხეთ რა ხდება 18.4-ზე, როცა იწევს ჟანგბადის დონე. აქ არის კარგად განმარტებული, რომ აი იგი ცხრილებია, აი მან ცხრილი არის და 18. ცხრილში იმაშვები ზუსტად და ვკითხულობ, რომ the oxygen level decreased to a level considered by US standards immediately dangerous to life or health. ანუ ჟანგბადის კონცენტრაცია ჰაერში დაიწია იმ დონემდე, რაც ამერიკული სტანდარტით ყისიერ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აი, ცხრილი არის და 18.4-ზე რა ხდება? იცით რა ცხრილში წაიკითხეთ რა წერია. კი, იქაც იგივე წერია, დავიმეორებ, უბრალოდ მე რა მაინტერესებს იცით. რა გიკითხულობ? თხოვნა მაქვს, რომ წაიკითხოთ აი ცხრილში რა წერია 18.4-ზე და ემართება ადამიანს. კი ბატონო, მე ამას წავიკითხა, უბრალოდ მე ერთ რაღაცას გეუბნები, რაც ცხრილში წერია. 18.4 არის აბსოლუტურად ნორმალური ჯდუსთაველზე ბევრად უფრო ნაკლებია ჟანგბადის. არა, აქ წერია, რომ 19.5-ის მერე გთხოვენ, აი აქ ზუსტად. მე მგონი აგერ არის. As a matter of defense, oxygen level of 20 at the sea level, the US occupational ამერიკის ამერიკის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ადმინისტრაციის მითითებით ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ატმოსფეროში არის ჟანგბადის კონცენტრაცია 19.5%-ზე ნაკლები, იწვევს დეფიციტს, რაც იწვევს მყისიერ საფრთხეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ჩავიხედო დოკუმენტში? რასაკურველია შეგიძლიათ ჩაიხედოთ? მაშინ მომაწოდეთ თუ შეიძლება და განახებთ საინტერესო ეპიზოდს. კი ბატონო, ანუ თქვენ ამბობთ, რომ თავისივე თავს ეწინააღმდეგება FBI, რატომ რა მოტივი? აგერ არის, აი აგერ წაიკითხეთ მაშინ, აი აგერ არის ცხრილი ზუსტად ამის ქვეშ არის და წაიკითხეთ იქ პროცენტებია და ყოველ პროცენტს რა ემართება ადამიანს.
კი ბატონო 20.9% არის ნორმალური 19-ზე რა ხდება 19-ის ქვემოთ adverse psychological effects ანუ ფსიქოლოგიური ეფექტები აქვს ისეთი რომელიც შეიძლება ვერ შეამჩნიო 16-ზე არის უკვე რომ გიზიანდება და 14-ზე ანუ 16-ზე შეიძლება ცოტა აღზნებული გახდეთ ცოტა და ამავე არის თითქმის 19 ნახევარია როდესაც ვერაფერს ვერ გზნობ აგერად ცხრილი და ეს კი ბატონო, ოღონდ კიდევ ვიმეორებ უკაცრავად გაწყვეტინა. არის პატარ-პატარა წინააღმდეგობები, თავის-თავს ეწინააღმდეგებიან. კი ბატონო, ოღონდ ჩემთვის არ გამხდარა ეს წინააღმდეგობები, ეს არ აღმიქვია წინააღმდეგობებად, იმიტომ რომ აქვე არის ახსნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჟანგბადის კონცენტრაცია ეცემა ჰაერში და პარალელურად ადგილი აქვს ნახშირბადის მონოქსიდის მომატებას და არა აქვს მომატებას ადგილი. ნუ არ ვიცი, დასკვნაში წერია რომ მომატებულია. პირდაპირ წერია რომ არ მომატებულია. უმნიშვნელოდ მომატებულია. ხო, პირდაპირ წერია რომ არ მომატებულა. არ მომატებულა არ იყო. წერია რომ მომატებულია, ოღონდ მნიშვნელოვანი არ იყო. ძალიან მნიშვნელოვანი. ერთმანეთთან შემხებლობაში, როდესაც ჟანგბადის და ჟანგბადის კონცენტრაცია იწევს. ხალბატონ თამარ, მოდით ეს საკითხი მაშინ მივანდოთ ექსპერტებს. მივანდოთ ექსპერტებს. ხო, გინდათ რომ ღია დატოვოთ ეს მე წავიკითხე. ჩემთვის ეს ღია არ არის, ჩემთვის ნათელია, თუნდაც იქიდან მე რაზეც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრე, საერთოდ აზრი ეკარგება ამ დასკვნას. კიდევ ვიმეორებ, ამ გამათბობელს საერთოდ არ უმუშავია და ეს დადასტურდება სასამართლოში. ის ხალხი იქ საერთოდ არ ყოფილა ეს ცხედერები იქ არის მიტანილი. ეს ცხედერები არის იქ მიტანილი, სხვათა შორის ამის მოწმეები არის. დაცვის წევრებს მოუწიათ ამის აღიარება ნაწილობრივ, ოღონდ ბუნებრივია ცოტა სხვანაირ საბუდველში მოუწიათ ამის შეფუთვა, იმ ვერსიიდან გამომდინარე თურმე გატანა უნდოდა ცხედრის მივალთქამდეც ჩემთვის უსიამოვნოა ეს დეტალები, იმიტომ რომ მე ისე დეტალებზე რაზეც ვისაუბრობ და მირჩევნია რომ არ ვისაუბრო, მოვფრთხილდე მის საიდუმლოს, მაგრამ საიდუმლოები არ არსებობს საერთოდ. თქვენ გინდა დანერგოთ საზოგადოებაში თქვენ ნაციონალურ მოძრაობას. თქვენც ახლა ცდილობთ აი ამ წუთში დანერგოთ და რაღაც საიდუმლო არც არანაირი საიდუმლოები ზურას ცხოვრებაში არ არსებობდა. კი ბატონო. არ დაგავიწყდეს რომ მე ზურას ძმა ვარ. ზურას ოჯახის წევრი ვარ. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ ვინც ვსაუბრობთ ამაზე ზურას სიკვდილის გარემოებებზე, ვარ ზურას ოჯახის წევრები, მის უახლოესი წევრები, ადამიანები, რომლებიც მის გვერდით ცხოვრობენ და ჩვენთვის ხო ჩვენ კი არ უჭერთ ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით შეიძლება იყოს საიდუმლო თუ შეიძლება არ იყოს საიდუმლო. შემიძლია ვისაუბრო ამ თემაზე, თუ არ შემიძლია და ამიტომ შემიძლია თამამად, ამიტომ შემიძლია ხალბატონო თამარ ძალიან თამამად ვისაუბრო ყველა თემაზე. კი ბატონო. იმიტომ მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემ ძმას, ყველა დანარჩენისგან ვინც დღეს ამაზე საუბრობს. კი ბატონო, კი ბატონო. თუ თქვენ აღნიშნეთ ახლა რომ წინააღმდეგობრივია, მართალია მე მიჭირს ამ წინააღმდეგობების დანახვა ამ დასკვნაში და ნუ ამას არ ვიცი მე საზოგადოებაც შეაფასებთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება და ყოფილიყო მოტივატორი თქვენ გუშინ რაღაც ტენდენციურობაშიც დაადანაშაულეთ გამოძიების ფედერალური ბიურო თქვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვენ თქვენ თქვით რომ მათ ანგარიში გაუწიეს მიხეილ სააკაშვილს ანუ საკუთარი რეპუტაციის ზიანის ხარჯზე დატომ ანუ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფეხზე დაიკიდა საკუთარი რეპუტაცია და დაწერა წინააღმდეგობრივი დასკვნა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი შეინახა წმინდად თუ როგორ არის იხსნით გამოძიების შეკითხვა დავუსვით ფედერალურ ბიუროს. მე არ ვისაუბრებ დღეს საზოგადოებასთან იმაზე, რა მაქვს საერთოდ ნასაუბრები ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან. მე მქონდა მათთან შეხვედრები. არაერთი შეხვედრა, მქონდა საინტერესო საუბრები, ახლა დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ და მოდით ანუ არ მეტყვით რა გაძლევთ იმის საფუძველს ივარაუდოთ რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფაქტებზე. საკუთარი მე ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე, მომყავს კონკრეტული ფაქტები და აი ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ამას ისმენს საზოგადოება, ეს საზოგადოება გააკეთებს შეფასებას და როდესაც ეს ყველაფერი მოხდება სასამართლოში, მოსამართლე გააკეთებს ამ დასკვნაში წერია რომ ვერაფერი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ისეთი ვერ აღმოაჩინა, რაც წინა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ხელისუფლების თავდაპირველ გამოძიების თავდაპირველ ვერსიას. თქვენ ამბობთ რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს აფარებდა ხელს გამოძიების ფედერალური ბიუროს საკუთარი რეპუტაციის ხარჯზე. ეს ფრაზა, რომელიც თქვენ წეგან ახსენეთ, წინააღმდეგობაშია მთელ დანარჩენ დოკუმენტებში.
კი ბატონო. და ბოლოს თქვენ ამბობთ, რომ უკვე ფაქტობრივად ყველაფერი გასაჯაროვდა, ანუ არსებობს ისეთი ნაწილი დასკვნის, რომელიც აქამდე სანამ რუსთავი ორი გამოაქვეყნებდა საზოგადოებას არ ქონდა ნანახი, თქვენ გააქვთ ეს დასკვნა ნანახი. როგორ ფიქრობთ, იმ დასკვნას თუ გაეცნობა მთლიანად, ანუ მთლიანად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნა, რა შთაბეჭდილება დარჩება ზურაბ ჟვანიას პირად ცხოვრებაზე? ანუ თუ გაეცნობა იმ დასკვნას მთლიანად, ანუ იმ დნმ-ის ტესტებს, ასე შემდეგ, რა ნივთიერებებიც არის აღმოჩენილი? რაღაც ძალიან გაწუხებს ზურას პირადი ცხოვრება. მე საერთოდ არ მაწუხებს ზურას პირადი ცხოვრება. სულ ამაზე საუბრობთ. არ მაწუხებს მე ზურას პირადი ცხოვრება, პასუხები მაქვს. ზურას პირად ცხოვრებაში არ არის საიდუმლოები. კი ბატონო, კიდევ შემიძლია გავიმეორო ეს მითი შექმნა წინა ხელისუფლებამ. მის პირად ცხოვრების პიკანტურ დეშ არა და კიდევ არა მე მარტივად მე მითებზე არ ვსაუბრობ. მე მითებზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ დასკვნაზე. ეს არის შექმნილი იმისთვის, რომ პირველ რიგში შეიქმნა იმისთვის ჩვენ მე ნინო დედაჩემი არ დაგვეწყო ამ საქმეში ქეკვა. პირველ რიგში მაგისთვის. მეორე მხრივ საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის. კი ბატონო, ეს უკვე მოვისმინეთ, ეს თქვენ საზოგადოების თქვით უკვე ისეთ რაღაცებზე ვისაუბროთ, რადგან არ გისაუბროთ, მე მაინტერესებს თქვენ ამბობთ, რომ აი რაღაცა ვერსია შეთითხნა ხელისუფლებამ, ამის ინსცენირება გააკეთა, თქვათ და დაუშვათ ეს ასეა. ის დასკვნა, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ის დასკვნა, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა და მხოლოდ მისი მცირე დეტალები გაასაჯაროვა რუსთავი ორმა. ის დასკვნა, რომ ყველაფერი არ გასაჯაროებულა. პრაქტიკულად ყველაფერი ნუ გასაჯაროებულა. მე ჩემი ინფორმაციით ყველაფერი არ გასაჯაროებულა, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა წარმოდგენას ქმნის ზურას პირად ცხოვრებაზე, რა წარმოდგენას შექმნით. ამას მიხვდებით, რატომ გეკითხებით? მე ზურას პირადი ცხოვრება კი არ მიგახვედრებთ. რა წარმოდგენას შექმნის, რა წარმოდგენა შეიძლება შეიქმნას? თქვენ გეკითხებით, ანუ ვერ ხვდებით იმ შემთხვევაში თუ აშკარავდება. გასაჯაროებული არის მეთქი ეს. ხო და ეს გასაჯაროებული დასკვნა, თქვენ თვითონვე ახსენეთ, რომ ეს დასკვნა იმისთვის გასაჯაროვდა, რომ თქვათ იქ რაღაცა სცენა დაიდგა და ამ სცენის გასაგებია, მაგრამ ეს დასკვნა იმ სცენას არ ამყარებს. ანუ ეს დასკვნა იმ სცენას არ ამყარებს. არანაირად. FBI-ის დასკვნა იმ სცენას ვერ ამყარებს. და ბოდიში მაშინ სპერმის დნ როგორ გაანალიზა FBI? არ აცებობს სპერმის დნ. არ დევს იმ დასკვნაში? არა, კი ბატონო. კარგით და კიდევ ერთი რაღაც თქვენ ახსენეთ, რომ იქ რაღაცა თითქოს ანუ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებამ სპეციალურად დადგა რაღაც სცენები, რომ თითქოს ზურა რაღაც სიბინძურეში იყო ჩართული. თქვენ ჰომოსექსუალური აქტი სიბინძურეთ მიგაჩნიათ? დიახ. სიბინძურეთ მიგაჩნიათ? კი. და იმ შემთხვევაში ჰიპოთეტურად ვამბობ, თუ ზურა ჰომოსექსუალი იყო, მას ბინძურ ადამიანად მის. იმ შემთხვევაში დაუშვათ, რომ ყავთ ძმა, რომელიც არის ჰომოსექსუალი, მას ბინძურად ჩათვლიდით? ეს იქნებოდა ჩვენი ოჯახის უბედურება. მაგრამ ეს არ არის. ამასთან ადგილი არ გვაქვს. გასაგებია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თეორემას სტუმარი იყავით და ასეთ მძიმე თემაზე მოგვიწია საუბარი.